ინფოციგნებს შეეხეირებათ და მოდი აქაც ვახსენოთ. შენ არ გეშინია ხოლმე დაპირისპირებაში შეხვიდე ღიად იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვრცელდება ან პირობითად ვამოწმებთ ამ ხედავთ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად შესაძლოა ეპყრობოდნენ ან თავიანთ აუდიტორიას, ან ძალიან აგრესიულად манипуლირებდნენ მათით. ანუ მაგალითად ძალიან clickbait-ი სათაურები, ძალიან ეს clickbait-ი ჩემთან მოდი და დღესვე მილიონს იშოვი და რეალურად მოცემულობა არის ის, რომ შენ ყიდულობ იმ კონკრეტული ადამიანის კურსს. ანუ გადიხარ, შენ ან გაქვს პირობითად რაღაც შედეგი ან არ გაქვს და ის ადამიანი მდიდრდება. მაინტერესებს, აი აქ როგორ გრძნობ ხოლმე თავს, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ შენს კი პირისპირდებიან. ცოტა მძიმე თემა, მაგრამ სათქმელი არის რა. წლების წინ ემოციურად ვიყავი. შიში არ მქონდა, მაგრამ ემოციურად ვიყავი, რომ აი ვიღაც რაღაც ისულას აკეთებს და მე რო უპირისპირდები, მე სათავისოდ იყენებს. ყოფილა შემთხვევა ვიღაცას გამოუყენებია, რომ ვითომ შენი ჩემთან დაპირისპირებით ოჯახის წევრი ცუდად გამიხდა და რეალურად თურმე დაგეგმილი ოპერაცია ქონია. და ბევრი ესეც ჩემ ოჯახის წევრებთან დაურეკავთ, რომ გაჩერდეს რეებს აკეთებ, მაგრამ როგორი მშობლები მყავს, იცი, აი ყოველთვის რომ ისე იქცეოდ, რადგან ჩემები არიან მაგიტო არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის მთელი ბავშვობა რასაც უყურებდი, არ დამინახავს, რომ ვინმე უსამართლოდ მოქცეულიყო. რაღაც შემთხვევა იყო ერთხელ ოჯახში და მამა ჩემი ერთ ადამიანს ელაპარაკებოდა და რაღაც მისცა რა. და უთხრა რომ ამას იმიტომ გაძევ, რომ პატიოსანი ადამიანი ვარო, თორე რეალურად ეს არ უნდა მოქცეო მეშინო რა. თანხაზე იყო რა თქმა უნდა საუბარი და მაშინ დავფიქრდი, რომ ანუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მეთქი ამ ყველაფერს რა და რო უპირისპირდები შიში არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ბოდიშით და ფეხები არ მომჭამავ თქო რა. და მაგ კუთხით მყარად ვარ. ბოლოს და ბოლოს 90-იანებიდან მოვდივარ და მაგ კუთხით არ არის პრობლემა. მაგრამ საინტერესო და კარგი ის არის, რომ რამდენჯერაც რამე მსგავსი დაპირისპირება ყოფილა ტელევიზიამდეც რომ ისვლა რამე მსგავსი, აი იყო ერთი შემთხვევა, დიდი ხნის წინ არა ეხლა ხანს, ჩემს სახელს იყენებდა ერთი ადამიანი, რამოდენიმე ადამიანმა დამირეკა, რომ აიო, კი ამბობს, რომ შენი მაგაციაო და გავგიჟდი მაგაზე და საბოლოო ჯამში პირდაპირ თქვი და იმის მაგირად რომ რამე არგუმენტი ყოფილიყო ან ჯანსაღი დაპირისპირება ყოფილიყო ჩემს მიმართ, რაღაც ჩავი პიარის აგორება დაიწყო და საბოლოოდ თავი უარესად გაიფუჭა. არ ვიტყვი რა საზღვრობა გააკეთა თქო, მაგრამ მაგ დროს უბრალოდ ეგ რომ მოხდა, დავჯექი და შორიდან ყურება დავიწყე რა. და თავის თვითონ ჩაძირა რა და მართალი რომ ყოფილიყო ეგ ადამიანი ან სხვები, ჯანსაღი არგუმენტები ექნებოდათ რა. ჩემ მამოძრავებელი პირველი ეს დატაკება და ვთქვათ იყო ერთ-ერთი არარსებული პროფესიის წარმომადგენლები, story manager-ები, რომლებიც არ ვიცი რაღაც ისულელებს ასწავლიდნენ და ძირითადი მათი თარგეტი იყო ორსულები, ახალშობილის მშობლები, გოგოები ძირითადად ან სტუდენტები, რომლებსაც ყველა დიდი პრობლემა ჰქონდათ თანხა ან სამსახური. ჩემი ერთ-ერთი ახლობელი დარეგისტრირდა და რა თქმა უნდა ვერ გამოიმუშავა ის თანხა, რასაც პირდებოდნენ. მე მეორე კურსი მისცეს, მესამე კურსი საბოლოო. გოგოზეა საუბარი ხო? ვიზაც. კი ბატონო. მაგას არ ვასახელებ რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს. უკვე მოგიგე. და საბოლოოდ სამი კურსი რო გაიარა, ვკითხა რომ ანუ ვერ მოაკეთებ იმ თანხას, რასაც თქვენ არეკლამებთო და ალბათ უნიჭო ხარო რა. ხო და ნუ რა თქმა უნდა გოგოებისთვის მარტივად გასაგები იქნება, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქონდა და რამის სუიციდამდე მივიდა რა და მეთქი ამათ სახეს გავაზრობ თქვენ რა და დავიწყე მოკვლევა მათ ყოფილ სტუდენტებს მივწერე, არსებულებს მივწერე და ბევრისგან მივიღე წერილები. მე ტელევიზიამდე მივიდა ეს ყველაფერი, თვითონ იმ ადამიანის ჰედმა საურონს დავარქმევ. დებატებში გამოვიწვევ ამ ადამიანს და მე ამეთო რომ მეთქი შევჭამთქო რა. მეორე დღეს რომ მივედი ტელევიზიაში თურმე დაურეკავს რომ მე არ მოვალო რაღაც მიზეზების გამო და ნუ საბოლოოდ ეგრე დასრულდა რა. ერთს მივხვდი რომ როდესაც სიმართლით მოძრაობ ვერ მიგებენ. იმიტომ რომ მაქსიმალურად კეთილსინდისეად ვარ და არგუმენტები მაქვს ჩემი და თუ ეხა შავპიერს დამიწყებენ ან ზედმეტად შეხება წავა, ეგ უკვე სხვა სამართლებრივ საკითხებში გადავა. ეგეც რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში. ნუ იმ 90-იანებიდან შავიდან ამოვედით და აღარა მაგისტრურა და თუ ინტელექტით უნდა დამეჯახონ.
ჩემ მეგობარია ჟანა, რაღაც კურსი გავაკეთეთ და რომ მოუყევი ჩემი კურსში და დამცინა რომ ალბათ სახში მიყვები და ჩაიში შაქარს უყრი და ურევო რა. მაგრამ აი კურს რო ქნიდი ვფიქრობდი რომ ადამიანი რო ფულს მიხდის მეთქი მაქსიმალურად უნდა ჩავდო თქო რა ყოველთვის უნდა იყოს. რთულია რა თქმა უნდა შემდგომ სტუდენტების გაკონტროლება, მაგრამ მე ყოველთვის ჩემ სტუდენტებზე რაღაცებს ვიწევ და ყველას უნიკალური რაღაც მაქვს. მათი სერტიფიკატები ონლაინ არის ატვირთული და ვინმე რომ მომართავს უყვები აი ამას ეს ძლიერი მხარეები აქვს მაგალითად და ეგ მახსოვს და მე შინოდა რომ როცა გისმენდი ხომ მეთქი ახლა რაღაც კარგი შეფასება უნდა მოვიყო სხვანაირად უყვები მაგრამ თან აი ადამიანების დამოკიდებულებას რთულია და რატო წლების წინ ჩავატარე რაღაც კომპანიამ ხო ონლაინ ტრენინგი ჩაატარე მეთქი კი ბატონო ჩავატარე ეს ონლაინ ტრენინგი და მაშინ ის გქონდა ნეტვორკინგი ბაკურიანში. და იქ მოვიდა ერთი სტუდენტი და რა იყო რა გაგიჭირდა ალექსანდრო სერტიფიკატების გაყიდვა რომ დაიწყო. აი ვიცი ხო. მეთქი რა სერტიფიკატების გაყიდვა და თურმე ეს ტრენინგი რომ ჩავატარე ამ რაღაც გამოშტერებული დირექტორი ყოლია ამ იმას Page კომპანიას ვერ დავარქვევ და დაიწყო ქართული სერტიფიკატების 9 ლარად თუ არცები ინგლისურის 20 ლარად გაყიდვა. ხო და ურეკა ანუ თიშავენ რა თქმა უნდა ნუ საბოლოოდ იურის დაურეკე მეთქი ესეთი ამბებია და ბოლოს მიპასუხეს რა რომ მიმართე რომ მან პრობლემა ის კი არ არის ესენი ყიდნენ პრობლემა უფრო არის ის არის რომ ვიღაც ყიდულობდა თან ისეთების ყიდულობენ ვისაც ეგ მასტერკლასიც არ ქონდა ნანახი რა ყველა შრომას ვაფასებ ყველა კურსს ვაფასებ თავარი ადამიანმა მიიღოს ღირებული და ზედმე რაღაც არ მოატყუოს რა ორ დღეში ვერ გამდიდრდები ეგ ქეჩი სიტყვებია რომ უბრალოდ ვიღაც ჩაითრიო დადე რა რეალურად თუნდაც აი ლაიქების ყიდვა გაყიდვაზე როა საუბარი ერთ-ერთ ჯგუფში დამბლოკეს იმის გამო რომ წერდი რომ მეთქი კარგია რა ეს გიფუჭებს პირიქით მდგომარეობას და უბრალოდ ქართველებს ყველაფერი გვინდა გუშინ და ეგ არის და ძალისხმევის ჩატება კი ბატონო აი ახლა სულ ამბობ ბოლოს ვიდეო ჩავწერე რომ ისე შეიცვალა ალგორითმი მეთქი რომ არა საჭირო მილიონი ფოლოვერი ყავდეს ისედაც შენი ნახვები წავა თუნდაც შენ YouTube არხი რო გავითვალისწინოთ მაგ კუთხით და ეს ვიდეო დავდე იმაზე TikTok-ზე TikTok-ზე ძალიან ცოტა გამომწერი ყავს მაგრამ ვიდეოებზე ბევრი ნახვა მაქვს ეს რო ჩავწერე ერთმა დამიწერა აუ შენო საერთოდ ფოლოვერები არ ყავსო და 2 წუთის დადებული ვიდეო იყო მართლა 100 ნახვა მეორე დღე მოვიდა და 25000 ნახვა ყვა ვიდეოს ამ ტიპს დავუწერე ჰა მეთქი ბევრ ამეზეა დამოკიდებული დასაწყისში როგორც შეიძლება დამკვეთი იყოს ცუდი ან თანამშრომელი იყოს ცუდი ამ პირიქით ნუ ორივე აფუჭებს ამ პროფესიას ერთხელ რაღაც კომენტარი დაიწერა რომ რა ხდებაო ეს პატარა მაღაზიებიო ამ ბრტყელ სიტყვებს რო იყენებსო ყველა იმისო მაგრამ ჩვენ ქართველებში კიდე პრობლემა რა არის ქართველებს გწხვენია რაღაცების ვიღაცამ დაწერა რომ კმაყოფილი ვარო მაგრამ ვისაც არ გაუმართლა იმას უტყდება რომ თქვას რომ მოტყუდა და არ წავიდა წინ მაგრამ ისევ და ისევ მე არავის მიმართ არ მაქვს იზღიან რამე თუ ვინმე კარგ რამეს ვინმე სასწაულის და ამით წარმატებული გახდება ყველანაირად მე თვითონ გავაპიარებ და ხელს შევუწყობ ამ ყველაფერს რა მაგრამ რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში უნდა იყოს არავის სახელის გამოყენება არ უნდა იყოს საჭირო და ბევრი 1000 სისულელე უბრალოდ ყოველთვის აი წინა ტიპებს თორებს რო დავეჯახე და კიდე ვიღაცებს ყოველთვის ვიკლევდი მათ აუდიტორიას და საინტერესო ის იყო რომ მათი აუდიტორია ძირითადად ის ხალხი იყო ცუდად არ მინდა გამომივიდეს ვისაც ასე თუ ისე დიჯიტალ ლიტერასის გამოცდილება არ ქონდა მარტივად მართვადი კი მარტივად მართვადი და მისი და სხვების სტუდენტებიც ისეთი ტიპები იყვნენ რომლებსაც ამ კუთხით არ ქონათ გამოცდილება და ძალიან მარტივად მოტყუდებოდნენ მაგალითად ერთ-ერთ ტიპს ედო რომ გიზიარებთ 9000 ლარიან ბლოგსო უფასო და რა კარგია და ყველა კომენტარებს ვაიმე შე რა კეთილი გოგო ხარ მთელი ამბები და უბრალოდ დავაკოპიე Google-ში ჩავადი და Medium-ის ბლოგი ამოვაგდა რომელიც რა თქმა უნდა ვიღაცის დაწერილი და სრულად უფასო იყო ანუ ეგენი არიან ოდნავ იმაძე ჭკვიანები და საკმაოდ იმაძე აფერისტები ვინც ყავთ აუდიტორიაში და ის ადამიანი მარტივად ყურდება და რა თქმა უნდა კმაყოფილი არის წარმოიდგინე ახლა ჩემი კურსი 6 თვიანი იყო და კურსების მინახავს ეწერა ალექსანდრის 6 თვიანი კურსი 1 თვეშიო
ვიღაც ყიდდა ეგეთი სახელით და ვიღაც იფიქრებს, აუ ეს ალექსანდრე შარლატანია, 6 თვე ციფრულ მარკეტინგს ასწავლის და ვიღაც მეუნება 6 შეხვედრაში აგიხსნიო იგივესო და ის რო თანხდება მაგ ყველაფერს და გაგვრის მისთვის ეგ საკმარისი იქნება. ეხლა შენ რო ეუბნები ადამიანს რომ მოდის თორების დადებას გასწავლი და რა ქვია ონლაინ ფოტორედაქტორით ფოტოებს აგაწყობინებ იმას რომ შენ დაუწყო ალგორითმზე საუბარი როგორ მუშაობს ადამ მოზერმა რა თქვა რა იქნება ტრენდი შემდეგი რეკლამა როგორ მიდის შეიძლება ვერც გადახარშოს ეგ ყველაფერი რა და ამიტომ როგორი მენტორები და კურსის გამყიდველებიც არიან ისეთი აუდიტორია ყავთ რა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია digital literacy ბევრ ადამიანმა კომპიუტერში ჩართვა გამართვა არ იცის data reportali რომ ნახოთ სამწუხაროდ ტოპებში YouTube-ზე და Google-ში კაზინო არის ძებნადი. მესამე ადგილზე პორნო საიტი არის და აი საშინელი მდგომარეობა აქვს და კიდევ უფრო და უფრო უკან მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ოდნავ მათზე ჭკვიანი ხალხი საშუალება აქვს რომ ეს გააკეთოს. აი ერთმა ადამიანმა მომწერა ჩემი დევიზია ასე ვთქვათ ბოლო 2 წელია რომ ყველაფრის სწავლა შეგიძლია ონლაინ კურსი მაქვს ხომ მე არ მოხვიდე ჩემთან დაგუგლე რა მე რო ვისწავლე მაშინ ხო არ არსებობდა რესურსები მაგრამ როგორღაც მოვედი აქამდე რა ერთი ექიმობა რო ნახნათ ხო და მომწერა ერთმა სტუდენტმა რომ ერთი ბიჭიაო რომ არეკლამებსო ძალიანო თავის თავს და ეხლა დამაეჭვაო შენმა ვიდეომ რა და არ დავასახლებ იმ ადამიანს არ ვიცნო, მაგრამ ვიცი ვიზეთ იცახე. მაგ ვიდეოში ძირითადად გამოჩენილი ის კი არ იყო, რომ ციფრულ მარკეტინგს ისწავლის, ჩანდა რომ მაგარ მანქანაზე იჯდა, ფული ჰქონდა და სახლი ჰქონდა. და ეს ადამიანი იმით კი არ დაიკერო, რომ ციფრულ მარკეტინგს ისწავლის. იმით დაიკერო, ვა, მე რო ამასთან გავილი, მეც ეგეთი მანქანა და სახლი მექნება. ანუ თემა უკვე არ აინტერესებდა რა და ეგ უფრო პრობლემას გვს, აი დანი კრუგერის ეფექტი რო ავიღოთ. და ერთი ექსპერიმენტი ვნახე 7 ადამიანი იდგა ერთმანეთის წინ პირველს მოუყვეს რაღაც თემა და ეს უნდა მოეყოლა მე-6-თვის იმას მე-5-თვის და პირველი თუ მანქანის ძრავზე ლაპარაკობდა ბოლო ლაპარაკობდა რა ვიცი იმაზე ციფრულ მარკეტინგზე და აი ეგ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა კი ასწავლონ წარმატებული იყოს ეს ხალხი ფული გამოიმუშაოს მაგრამ ნუ მოატყუებენ რა სიმართლე თქვან რა მე ვაწვევი იმ თემას, რომ აი ჩემ ვიდეოებზე ხა არც thumbnails არაფერს არ ვაკეთებ. აი ხა რომ მე დავდო ის, რა ქვია, ესეთი thumbnail-ი, რომ აი ესე იყო და გუში რეკლამა გაუშვი და ვაიმე რა მოხდა. რაში მაინტერესებს, ხო ხსნი რაღაცას და ჩემთვის მნიშვნელოვანია სრული ნახვები, იმიტომ რომ ესე იგი სრულად ვინც ვიყურე, ეგა დაინტერესებული თორე ნახოს მილიონმა. რა მაგ მილიონიდან თუ 50 სრული ნახვა იქნება ის advertiser-ი კი იტყვის ნახე რა მაგარი შედეგია მაგრამ რეალურად ავტომატური ჩართული ვიდეო იქნება რა მაგრამ ერთი რითაც გაოგნებული ვარ ბოდიშის და გაგვიტრაპიკეს საქმე იმით რომ ყველა ამ სახლით ეს სახლი ვიყიდე ისა თან ყველა ამ სახლით მანიპულირება ან მანქანით რა და ეგ უკვე აი თუ ტიპმა ქება დაიწყო თავის ვიდეოში ამ რაღაცებით არა იმით რომ მაგალითად მე აი ამ კომპანიას დავეხმარე და წარმატებული გახდა ეს ადამიანი ჩემი სტუდენტი იყო და ნახე რა წარმატებული გახდა თავის სტუდენტები გააპიაროს ამ კომპანიები და ეხო ინტერესი არ გამოიწვევს აუდიტორია ეხო ვერ ითამაშებენ ეგრე ძალიან ადამიანის გრძნობებით და კი ეგ არის ისევ ტკივილს აწვევიან რა და ავიცი აბოჩემი აღარა ცოცხალი ეს და კომპიუტერი არის თორე გაგიჟდებოდა ეს ხალხი რომ დაენახა რა და ძალიან ისეთი სამართლიანი ტიპი იყო ყოველთვის გული ეთკინებოდა ძალიან ერთ-ერთ აკადემიაში რაღაც მცირედი შეხვედრები მაქვს კურსები და მეორე მენტორს კითხეს რომ ალექსანდრო რატო ამბობს რომ ყველაფერი უფასოდ შეიძლებაო და აქ რატო ვართო გვეჩხუბებაო რა და ამ მენტორმა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია გახსნილი აქ უთხრა ვერაფერი მოიფიქრა მეტი და ჩემი რჩევა იქნება და ყოველთვის ამას ვამბობ რომ რაღაც დონეზე შენით უნდა ისწავლო უფასოდ რომ ბაზა გაგიჩნდეს რომ ის რომ რაღაც სულელური სიტყვებით манипуლირებს და ვითომ რაღაც იცის რომ დაინახო რომ ეს ამაში მატყუებს არ იცის რაღაცები და ეგრე შეძლებ რომ შეაფასო შენ რომ ნოლზე ხარ და იცი რომ უბრალოდ ციფრული მარკეტინგი მაგარია და ლეპტოპს ხელს ტყლიპავ რეკლამა გაეშვება
არ არის რა კარგი, ანუ ეგრე ნოლით არ უნდა მიხვიდე რა. მანქანაში ჩარჯე მინიმუმ უნდა იცოდეს საჭე სად აქვს რა და როგორ ესე უნდა ატრიალო თუ ესე უნდა აკეთო რა და მინიმალურად უნდა ისწავლო, თუ კიდე განაგზობ თვითონ ხო უკეთესი, მაგრამ ერთ-ერთი კურსების აღებას მაშინ ვამართლებ, რომ ფიქრო რაღაც დონეზე გაიჭედე და მეტი ვეღარ მიდიხარ წინ უბრალოდ რა და მანდ უკვე თუ საშუალო დონეზე ხარ თვითონ აარჩევ მენტორს. მაგრამ არიან ადამიანები, რომ ამბობენ 10 წელი ამ სფეროში ვართო და ერთი ადამიანი ჩემს ჯგუფში დაწერა ანონიმურად, რომ 10 წელი ამ სფეროში ვარ და ბუსტის გარდა რამე არსებობდა არ ვიცოდიო, ანუ ეცმენჯერი არც კი გამიგიო. ანუ ზოგისთვის წლები რო გადის ეგ გონია გამოცდილება რა. ეხლა შეიძლება თქვა 2008 წლის მე რამდენი წელი გავიდა, ხო? ამდენი წლიანი გამოცდილება მქონდა, რამდენია ისე მართლა, მაგრამ ანუ რეალურად რაღაცას აკეთებდი, ხო, ეგ პერიოდი და აი ეგ რაღაც უნდა იყოს ის, რომ წინ წახვიდე. ვიღაც აი ყველაზე მეტად ნერვები მეშლება ხოლმე, რომ ამბობენ, რომ პოსტის დადებისთვის ორშაბათი 4 შაბათი პარასკევია კარგი. ხო, რა მსოფლიოს ტენდენცია. ანუ გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ორშაბათი 4 შაბათი პარასკევი ვარ ყურადღებით, ხო? ეს ხო ინდივიდუალურია რეალურად. ეხლა მე რომ ერთ-ერთ კომპანიას ვეხმარებოდი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყო რა. და ღამე იმატებდა ხოლმე რეგვები რა და დაუნიშნეთ ღამის ჯგუფი. და გამოკითხა რომ ჩავატარეთ, გვითხრეს რომ დიასახლისები ვართ, ბავშვს რო ვაძინოთ, მე რო სკროლავ თუ ტელეფონს რა და ეხა მიდი და უმტკიცე იმას, რომ ორშაბათი 4 შაბათი პარასკევი არაა ჩვენთვის კარგი რა. და აი მაშინ გეთანხმები, რომ რაღაცებს იძახიან ციდან მოგლედეს, აი თავში რომ მოვიდათ ფსიქოზისგან, რომელსაც არ აქვს დასაბუთება, რომ საიდან მიყვები შენ ამას, გენდო? აი რა პრობლემა კიდე რა. ისო და ისო ტყუილი რა.